დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. მინდა რამდენიმე საკითხი შევეხო, ინფორმაცია მივაზოდო დედაქალაქის მოსახლეობას. ტრადიციულად მინდა ჩვენი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამების მიმდინარეობის შესახებ იცოდეს დედაქალაქის მოსახლეობამ, თუ რა პროგრამები ხორციელდება, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი. და ყველა მთავრობის ლომაზე ვცდილობთ, რომ მოსახლეობას შევახსენოთ აღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გამოიყენოს და ისარგებლოს აღნიშნული პროგრამებით. როგორც იცით, 30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა, რომელიც საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას, შესაბამისი დიაგნოზის მქონე ადამიანებისადმი სოლიდარობის გამოხატვას და მათ მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯის ფრად განათდება და ეს კიდევ ერთხელ დასტური იქნება ჩვენი მხარდაჭერის დამოკიდებულების აღნიშნულ მიმართულებაზე. გაფანტული სკლეროზი არის ცენტრალური ნერვული სისტემის არაპროგნოზირებადი დაავადება, რომელიც თავის ტვინსა და სხეულს შორის ურთიერთკავშირის პრობლემებს იწვევს, საბოლოო ჯამში კი მას ადამიანის ქმედუნარობის გამოწვევა შეუძლია. დედაქალაქის მერია ამ დაავადების მქონე პირებსა და მათი ოჯახების დახმარების მიზნით გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსების პროგრამას ახორციელებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კერძოდ, თბილისის მერიისა და ჯანდაცვის სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის ძვირად ღირებული მედიკამენტების, თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის დაფინანსებას უზრუნველყოფს. აღნიშნული პროგრამა იყო ჩვენი საარჩევნო დაპირება და 2020 წელს დავიწყეთ მისი განხორციელება. პირველად მედიკამენტების დაფინანსებით დაიწყო ეს ყველაფერი. პროგრამა ეტაპობრივად გავაფართოვეთ და მას მაღალტექნოლოგიური კვლევები დაემატა, ასევე გადაწყდა სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად მედიკამენტების პროგრამის ყველა მოსარგებლისთვის 100%-იანი დაფინანსება, რაც მათთვის სერიოზული ფინანსური მხარდაჭერა და დღეის მდგომარეობით ყველა ადამიანს, ვისაც აქვს ამის აუცილებლობა, შეუძლია მიიღოს მუნიციპალიტეტისგან 100%-იანი დაფინანსება. არა მხოლოდ სოციალურად დაუცველებს, არამედ ყველას აბსოლუტურად, ვისაც ამის საჭიროება აქვს. სამედიცინო წრეების შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად, მათი ჩართულობის შედეგად მერიამ პროგრამაშიც ჩასართავ პირთა ასაკობრივი ზღვარიც მოხსნა. ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს და მთლიანად არის მოხსნილი. აღსანიშნავია, რომ ჩატარებული მკურნალობით შესაძლებელია ამ დაავადების აქტივობის დათრგუნვა და გაფანტული სკლეროზის მქონე პირთა ყოველდღიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში დაბრუნება. დღევანდელი მდგომარეობით მედიკამენტებსა და მაღალტექნოლოგიური კვლევების 2769 შემთხვევა იქნა დაფინანსებული ჩვენი მხრიდან. მე პირველ რიგში ყველას ჯანმრთელობა მინდა უსურვო, თუმცა საჭიროების შემთხვევაში პირადად მე, ჩვენი გუნდი, მთლიანად მუნიციპალიტეტი, ჩვენი არსებული პროგრამებით ყველანაირად გვერდით დაგიდგებით და დავეხმარებით იმ ოჯახებს, ვისაც ამის აუცილებლობა აქვს. ბოლო პერიოდში საქართველოში და მათ შორის თბილისში მოსულმა ინტენსიურმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა, როგორც არსებულ ინფრასტრუქტურას, ისე დააზიანა საცხოვრებელი სახლები, ჩამოიშალა ფერდები, გრუნტის დამჭერი კედლები, სხვადასხვა რაიონში, კონკრეტულ უბნებში, კონკრეტულ ქუჩებზე ჰქონდა აღნიშნული პრობლემები. ასევე წვიმამ დედაქალაქში რამდენიმე ადგილას მოგლიჯა ხეები, დაზიანდა განათების ბოძები, საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურა. აღარ დავიწყებ ახლა დეტალურად ჩამოთვლას, თუ რა პრობლემები იყო და რა პრობლემები გამოიწვია მოსულმა უხმა ნალექმა, თუმცა გამგეობები ჩვენი შესაბამისი სამსახურები
პირველივე დღიდან აქტიურად არიან ჩართულები. მიმდინარეობს პრობლემების აღწერა, თუ რა დაზიანდა და ხდება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. არ ყოფილა არც ერთი ორჯახი დარჩენილი, ვისაც უამინდობამ პრობლემები შეუქმნა და ჩვენი თანამშრომლები არ ყოფილიყვნენ ადგილზე მისულები, ყველას მაქსიმალურად დავეხმარებით, გვერდით დაუდგებით და ხელშეუწყობთ, რაც საჭიროა მუნიციპალიტეტის მხრიდან. ასევე გარკვეული პრობლემები შეიქმნა იმ რეაბილიტირებულ ინფრასტრუქტურაში, რომელიც ჩვენ რამდენიმე წლის წინ განვახორციელეთ ავლაბრის მეტროსადგური მხედველობაში და ამის კადრები ფართო საზოგადოებამ იხილა. ფაქტიურად ისევ წვიმდა, როგორც გარეთ. წყალი ჩამოდიოდა და ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდ დისკომფორტს, უხერხულობას და პრობლემას წარმოადგენს. რადგან სადგური, რომელიც იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ამორტიზირებული, ავარიული, გარკვეული დრო დაჭირდა პროექტის შეთანხმებას, აღარ დავიწყებ მოყოლას თუ რა პრობლემები თან ახლდა აღნიშნულ რეაბილიტაციას, მაგრამ საბოლოო ჯამში პროექტი განხორციელდა, თუმცა რა თქმა უნდა არის ხარვეზი, რომელიც აშკარაა და ეს ყველაფერი ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. მე მინდა დავავალო ჩვენი აუდიტის სამსახურს, ასევე ჩემს მოადგილეებს, რომ დავიწყოთ მოკვლევა აღნიშნულთან დაკავშირებით, იმიტომ კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება. 2 წლის წინ დაახლოებით პროექტი განვახორციელეთ და საზოგადოება მიხილა, რომ ფაქტიურად სადგურში ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე, როგორც გარეთ, ისე ჩამოდიოდა ჩვეულებრივად წყალი. ეს არ ვიცი ხა წინასწარ არ მინდა ვისაუბრო ამ ყველაფერთან დაკავშირებით. კომპანიები, ვინც იღებს პასუხისმგებლობას სამუშაოები შეასრულოს, რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხობრივად როგორ იქნება ეს ყველაფერი გაკეთებული. მე არ ვიცი ვისი ბრალია კომპანიის, მიმღების, ზედამხედველის აუდიტის სამსახურს ევალება მოიკვლიოს ყველაფერი და თუ საჭიროა გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები, იმიტომ რომ ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. რა თქმა უნდა, ეს გვაზიანებს ყველას, პირადად მეც, აქ კომპანიაზე არავინ არ საუბრობს ყველა მერიაზე. საუბრობს ყველა ჩვენზე, შესაბამისად ეს საქმე და ეს კონკრეტული ფაქტი ვერ დარჩება რეაგირების გარეშე. ყველამ უნდა იცოდეს, ეს იქნება ის კომპანიები, ვინც სხვადასხვა სამუშაოებს ასრულებს მუნიციპალიტეტის პროექტებზე, რომ პასუხისმგებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე ხარისხი, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და ყოველთვის ვამბობთ, რომ ეს სამუშაოები კეთდება იმისთვის, რომ 10 წლებს გაუძლოს, ხო? რატო ვაკეთებთ, როდესაც შევდივართ ქუჩების რეაბილიტაციაზე, ძირეულად იცვლება ყველაფერი. ამას ადრე ყურადღებას არავინ არ აქცევდა და ზუსტად 2017 წლიდან, რაც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ ხარი დაგვიჭირა და აგვირჩია დედაქალაქის მართვაში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მიწისქვეშა კომუნიკაციებს და მიწისქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურის განახლებას. რატომ? იმიტომ რომ ამ ყველაფერმა უნდა გაუძლოს 10 წლებს. მარტო ის ხო არ არის ზედაპირულად ასფალტი შეცვალო და ამით თქვა რომ საქმე გაკეთებულია. და ხვალზე იგივე პრობლემების წინაშე დავდგებით, გამოირეცხება ფუნდამენტი, ჩავარდება გზა. გვინდა რომ ეს ყველაფერი ძირეულად იყოს მოწესრიგებული. კი, დრო მიაქვს, გარკვეული დისკომფორტია, უფრო მეტი დრო ჭირდება სამუშაოებს, ქუჩები იკეტება, მოძრაობა იზღუდება, გადაადგილება ჭირს, მაგრამ რა ვიცი, სხვანაირად მეგობრებო, შეუძლებელია ამ ტიპის სამუშაოების წარმოება. და კომპანიებს, რა თქმა უნდა, როგორც ჩვენ, გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ეს ქალაქი მარტო
ჩვენი ხო არ არის დედაქალაქის მერის მთავრობის წევრების ხო არა, ყველასია და ყველამ თანაბრად უნდა გადავინაწილოთ პასუხისმგებლობა და ყველამ ერთიანად უნდა მოუვაროთ ამ ქალაქს. თუ აქ ცხოვრობთ ჩვენი შვილებით, ჩვენი ოჯახებით და გვინდა ყველაფერი საუკეთესო ჩვენი ულამაზესი თბილისისთვის. ამიტომ კიდევ ერთხელ თემა უნდა იყოს ბოლომდე შესწავლილი და რა თქმა უნდა მოყვეს ამას რეაგირება. რეაგირების გარეშე აღნიშნული საკითხი ვერ დარჩება. ამიტომ შეისწავლეთ ბოლომდე აღნიშნული პრობლემა. თუ რა იყო გამომწვევი მიზეზი, მე ფოტოებიც ვნახე, სანიაღვრე მილები, რომელიც ერთმანეთთან აცდენილი იყო, სადაც გადაბმა ხდებოდა და რატომ იყო, ზუსტად ეს არის პასუხი გასაცემი. სამუშაოები ყო არახარისხენად შესრულებული, ჩაბარების დროს იყო პრობლემა თუ რამ გამოიწვია ეს ყველაფერი უნდა იცოდეს საზოგადოება. კარგად მოგეხსენებათ, როგორ ყურადღებას უთმობთ ჩვენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას, აღდგენას, კონსერვაციას. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ აღნიშნული მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი სიმდიდრეა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლების არსებობა ჩვენი ქალაქისთვის და რა თქმა უნდა ეტაპობრივად ჩვენ ვახორციელებთ მათ რეაბილიტაციას, განახლებას. ამჯერად მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, თბილისის განვითარების ფონდი იწყებს სიონის ტაძრის რეაბილიტაციას. არა მთლიანად ტაძრის, იმიტომ რომ არის გადახურვის პრობლემა და ასევე სამრეკლოს აქვს გარკვეული პრობლემები. თქვენ იცით რომ ტაძარს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებული. შესაბამისად ეს სამუშაოები წარმოებული იქნება დარგის სპეციალისტების ჩართულობით, მათი უშუალოდ მონაწილეობით. როგორც გითხარით, არსებული მდგომარეობით დაზიანებულია ტაძრის გადახურვა და სამრეკლო, რის გამოც მოსული ნალექი აზიანებს კედლებს და საფრთხეს უქმნის ტაძარში არსებულ ფრესკებს. შესაბამისად ჩატარდება სამუშაოები, რომ ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული და გაკეთებული. სატენდერო პროცედურები დასრულებულია, გამოვლენილია უკვე გამარჯვებული კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმებულია. სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული და ყველა ის პრობლემა, რომელიც ტაძართან დაკავშირებით დღეს არსებობს, მთლიანად მოხსნილი იქნება და მოწესრიგებული იქნება. თბილისის განვითარების ფონდი ასევე გეგმავს დავით აღმაშენებლის გამზირის ნომერ 184-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციას. აღნიშნული ისტორიული შენობა წარმოადგენს საცხოვრებელ სახლს, სადაც ამჟამად 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. შენობის ტექნიკური მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, საჭიროებს გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობის რეაბილიტაციის პროექტი თბილისის განვითარების ფონდმა 2015 წელს, ჯერ კიდევ 2015 წელს შეიძინა, თუმცა არსებული ვითარებისა და წლების განმავლობაში შენობის მდგომარეობის გაუარესების გათვალისწინებით პროექტი რა თქმა უნდა აუცილებლად საჭიროებს განახლებას, დამატებით ტექნიკურ გადამუშავებას, შესაბამისად გადაიხედება როგორც საპროექტო, ისე ხარჯ-აღრიცხვის დოკუმენტაცია. არსებული საინჟინრო და ტექნიკური დასკვნების მიხედვით შენობის მდგომარეობა ავარიულობის მაღალი ხარისხით ხასიათდება. დაზიანებულია როგორც ძირითადი კონსტრუქციული ელემენტები, ისე აივნები, შუშაბანდები და სარდაფის ნაწილი, რაც საფრთხეს უქმნის შენობის მდგრადობას და ასევე იქ მცხოვრებ ოჯახების უსაფრთხოებას. ჩვენ დავიწყებთ სამუშაოებს მას შემდეგ, რაც ტექნიკური დოკუმენტების დამუშავება დასრულდება. თბილისის განვითარების ფონდი გამოაცხადებს ტენდერს სამუშაოების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე და დავიწყებთ პროექტის განხორციელებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ბევრჯერ მithქვამს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის სამუშაოები, რომელსაც ვახორციელებთ ძეგლების მიმართულებით, მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნებული იყოს პირვანდელი ავთენტური სახე, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი სიმდიდრეა ჩვენი ქალაქისთვის აღნიშნული ძეგლების არსებობა. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი არის მძიმე მდგომარეობაში, არის სარეაბილიტაციო. ჩვენ
რამდენიმე თვის წინ საზოგადოებას წარუდგინეთ ასევე პროგრამა, რომელიც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ბიზნესის ჩართულობით მოვახდინოთ აღნიშნული არეალების და სივრცეების განახლება, რეაბილიტაცია, ასევე მუნიციპალიტეტი მზად არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები ოჯახების ფართები გამოისყიდოს და შემდეგ უკვე ჩვენ ეტაპობრივად განვახორციელებთ მის აღდგენა რეაბილიტაციის სამუშაოებს. და ბოლოს მეგობრებო, 1 ივნისი იცით რომ არის ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღე. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი 1 ივნისს ტრადიციულად აღნიშნავს ამ დღეს. დღის განმავლობაში დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა. მთავარი ღონისძიება გაიმართება დედაენის ბაღში, სადაც საინტერესო გასართობი პროგრამა არის გათვალისწინებული ჩვენი პატარებისთვის. ღონისძიების ფარგლებში სცენაზე წარმოდგენილი იქნება საბავშვო კონცერტი, ხოლო ბაღის სივრცეში თვითონ უშუალოდ ბაღში მოეწყობა ღია ბიბლიოთეკა, კინოს კუთხე, ზღაპრის კუთხე, თოჯინების თეატრი, ქალაქ თბილისის მერიისა და ეროვნული სასახლის კუთხე, საკამოფენო სივრცე, გაიმართება სპორტული აქტივობები, სახეზე მოხატვა, ვორქშოპები, მეწარმეთა გამოფენა, გაყიდვა და სხვა. ღონისძიება, როგორც გითხარით, 1 ივნისს დაიწყება 15 საათზე, დასწრება რა თქმა უნდა თავისუფალია, ასე რომ გეპატიჟებით ყველა წამოიყვანეთ თქვენი შვილები, თქვენი პატარები, შვილიშვილები და 1 ივნისს ერთად აღვნიშნოთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ეს იყო მეგობრებო, რის თქმაც მინდოდა, ახლა დავიწყოთ დღის ზრგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება.